საღდრისი ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტი აღარ არსებობს, თუმცა კვლავ რჩება პროტესტი და აქტიური მოძრაობა მის დასაცავად. კულტურის მინისტრისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის ბრძანებების საფუძველზე რამდენიმე წლიანი გაურკვევლობა კომპანია RMG Gold-ის სასარგებლოდ გადაწყდა. 12 დეკემბერს გამოქვეყნებული დოკუმენტების შემდეგ 13 დეკემბრის ღამე შეიძლება ითქვას, რამდენიმე საათში კომპანიამ არქეოლოგიური ობიექტი ააფეთქა. განვითარებულ მოვლენებს საღდრისის დამცველები აპროტესტებენ კულტურის სამინისტროსთან, კითხვები აქვთ ახალგაზრდა იურისტებს. საღდრისში მიმდინარე სამუშაოების შეჩერებასა და სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნას მოითხოვს სახალხო დამცველი. არქეოლოგიური ობიექტის აფეთქება და მასში მონაწილე პირები დაგმოსრულიათ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა. კულტურის სამინისტროსა და კომპანია RMG Gold-ში აცხადებენ, რომ ყველაფერი კანონის სრული დაცვით მოხდა. მათი ოპონენტები კი ამბობენ, რომ კულტურისა და ბიზნესის ჭიდილში ბიზნესმა გაიმარჯვა. რის საფუძველზე მიიღო კულტურის სამინისტრომ ობიექტის აღება დაშლის გადაწყვეტილება და რამდენად ადეკვატურია საღდრისის სადაო მაღაროს აფეთქება. პირდაპირ ეთერში კულტურის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი გვერდება. საღამომშვიდობისა ბატონ ლევან, მოგესალმებით და მადლობას გიხდით, რომ მონაწილეობთ გადაცემაში. საღამომშვიდობის, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ბატონ ლევან, ამ საკითხზე ძალიან ბევრი ახსნა განმარტება გაკეთა, ცოტა ხნის წინ ვცლად ისაუბრა თავად მინისტრმაც, ამიტომ კონკრეტული კითხვები მექნება. მაინტერესებს მიხეილ გიორგაძისა და ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებების საფუძველზე. ქონდა თუ არა კომპანიას თითქმის დაუყოვნებლივ არქეოლოგიური ობიექტის აფეთქების უფლება? მოგახსენებთ, რომ უპირველეს ყოვლისა ჩვენი კომპეტენცია როგორც სამინისტროსი არ არის ვიმსჯელოთ იმასთან დაკავშირებით თუ როგორ მოხდება სამუშაოების წარმოება, რა მასშტაბით, რა მოცულობით და რა პერიოდით და როდის მოხდება აღნიშნული წარმოება. შესაბამისად, ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული, ამ შემთხვევაში ამის ასე ვთქვათ, დაუყოვნებლივ აღსრულების საფუძველს რამდენად იძლევა, ეს ალბათ ცალკე მსჯელობისაგანია და სხვა კომპეტენტურ ორგანოებთან ერთად. კულტურის სამინისტროს ევალება ძეგლების დაცვა, შენარჩუნება და ასე შემდეგ ასეთივე გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც ძეგლის დაშლა გადატანას გულისხმობს. ამ შემთხვევაში ის ბრძანებები, რომელიც იქნა მიღებული, ორივე ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს. კანონით ერთი თვის ვადაში ამის უფლება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს, აი მათ შორის მე შემიძლია, რომ გავასაჩირო ეს გადაწყვეტილება. თუ საკითხი მოსარჩელის სასარგებლოდ გადაწყდა და ეჭქვეშ დადგა სტატუსის მოხსნა, მაღარო ეს არქეოლოგიური ობიექტი უკვე აღარ არსებობს. რა მოხდება ამ შემთხვევაში? ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა? რა სახის იქნება ეს პასუხისმგებლობა? მე ვერ მოგახსენებთ ამ შემთხვევაში, ალბათ ამაზე უფრო კვალიფიციური პიროვნებები იმსჯელებენ. აქ მნიშვნელოვანი ასპექტი არის ის, რომ გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული, ანუ ბრძანება მინისტრის მიერ გამოცემული, ეს არ იყო ერთპიროვნული გადაწყვეტილება, ეს გადაწყვეტილება ეფუძნებოდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან არსებული საბჭოს სექციის გადაწყვეტილებას, რომელიც კანონით დადგენილი წესით უფლებამოსილია იმსჯელოს კონკრეტული ობიექტისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭება ნის საკითხზე და შესაბამისად ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით ამ საბჭომ სწორედ მის ხელთ არსებული დასკვნებისა და კვლევების საფუძველზე მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით. ამ დასკვნებს შორის იყო გეოლოგების დასკვნაც. საინტერესოა, რა პერიოდის დასკვნა არის ეს, როდის ჩატარდა საღდრისზე დაკვირვება? მოგახსენებთ, რომ ზოგადად ამ ობიექტზე ბევრი კვლევა არის ჩატარებული. ამ შემთხვევაში საუბარი არის იმ კვლევაზე, რომელიც ჩატარდა არც თუ ისე დიდი ხნის წინ, შემოდგომის პერიოდში, სადაც ჩართული იყვნენ როგორც ქართველი გეოლოგები, ასევე უცხოელი გეოლოგი, საკმაოდ ცნობილი პიროვნება და საერთაშორისო აღიარებული ექსპერტი. ამ დასკვნის მიხედვით ძეგლის მდგომარეობა იმდენად რთულია, რომ იქ ადამიანების სიცოცხლე შეიძლება საფრთხე შეექმნას. თუ დაინტერესდა, თუ გაქვთ ინფორმაცია ეს საბჭო იმითი, თუ რამ გამოიწვია ძეგლის დაზიანება, იმიტომ რომ მანამდე პროკურატურაში შევიდა განცხადება RMG Gold-ის წინააღმდეგ და ეს განცხადების საფუძველი იყო ის, რომ კომპანიამ ანუ განცხადების შემტანები ამბობენ, რომ კომპანიამ დააზიანა ძეგლი. ეს ხომ არ შეიძლება გამხდარიყო ამ დასკვნის საფუძველი ის, რომ ძეგლის ავალულ მდგომარეობაში? მე გამიჭირდება ამაზე პასუხის გაცემა, იქიდან გამომდინარე, რომ ალბათ შეიძლება გაანალიზდეს ამ შემთხვევაში ამ ობიექტზე განხორციელებული ზოგადად საქმიანობა და იმის საფუძველზე მოხდეს ამაზე დასკვნის წარმოდგენა, მაგრამ ზოგადად იმ დასკვნაში მითითებული არის ის, რომ არსებული ფაქტიური მდგომარეობა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ იქ არქეოლოგიური სამუშაოები წარემორთოს, როგორც თქვენ სწორედ ბრძანეთ, სწორედ იმ მიზეზიდან გამომდინარე, რომ იქ არის მომეტებული საშიშროება ადამიანის სიცოცხლისათვის, იქ არქეოლოგიური სამუშაოების წარმოება.
თუმცა მანამდე პროკურატურა შევიდა განცხადება ამ არქეოლოგიური ძეგლის დაზიანების შესახებ. ბატონ ლევან, მაინტერესებს სახალხო დამცველმა დღეს სამინისტრო სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნას თხოვა და იმედი გამოთქვა, რომ მასში შევა ყველა დაინტერესებული მხარე. გეგმავს თუ არა სამინისტრომ, რომ ესეთი ჯგუფი შეიქმნას და საკტრისის ირგვლივ არსებული ვითარება თქვათ უფრო ფართო მსჯელობის საგანი გახდეს? ეხლა მაინც. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მინისტრმა გააკეთა უკვე აღნიშნულ შემოთავაზებასთან დაკავშირებით განცხადება. მე ვფიქრობ, რომ სამინისტროში ყველა პირობა არის შექმნილი იმისათვის, რომ საკმაოდ ღიად, ძალიან გამჭვირვალედ მიმდინარეობდეს ყველა სენსიტიურ თემაზეც კი მსჯელობა და ყველა წინაპირობა არსებობს იმისათვის, რომ აღნიშნული ჯგუფი სავარაუდოდ მინისტრი მიიღებს საბოლოოდ რა თქმა უნდა ამ გადაწყვეტილებას. მე დეტალებში არ ვარ საქმის კურსში, რომ აღნიშნული შემოთავაზება იყო გაკეთებული, მაგრამ ზოგადად პირობა არის რა თქმა უნდა ყველა იმისათვის, რომ ყველა მხარე დაინტერესებული მხარე იყოს ჩართული ამ პროცესში. ბატონ ლევან, არასამთავრობოები, 5 არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივად მიმართავს სამინისტროს, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს იმ დოკუმენტების გასაჯაროება, რომელზეც დაყრდნობითაც სამინისტრო მიიღო გადაწყვეტილება, რომ საყდრის ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტი დაშლილიყო ან გადატანილიყო. ეს დოკუმენტაცია როდის გახდება საჯარო, სად იქნება შესაძლებელი, რომ თქვა ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა წაიკითხონ ეს დოკუმენტაცია და ჩაიხედონ რა წერია იქ? მე ვფიქრობ, რომ კანონი სრულ შესაძლებლობას იძლევა ნებისმიერი, არა მხოლოდ ორგანიზაციისთვის, არის ხელმისაწვდომი აღნიშნული ინფორმაცია, ეს არის საჯარო ინფორმაცია, ეს არის ხელმისაწვდომი აბსოლუტურად ნებისმიერი მოქალაქისათვის. ამისთვის არსებობს კანონით გათვალისწინებული პროცედურები, განცხადებით შემოდის მოქალაქე სამინისტროში, იქნება თუ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში და კანონით დადგენილი წესით იღებს ყველა ინფორმაციას, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით არის წარმოდგენილი. საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით ხომ არის გეგმება, რომ თქვათ თავი მოეყაროს ამ დოკუმენტაციას და ერთად ან კულტურის სამინისტროს ან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ვებგვერდზე იყოს ეს ხელმისაწვდომი? მე არ გამოურვისხავ, რა თქმა უნდა, ამის შესაძლებლობასაც, უბრალოდ შესაბამისი გადაწყვეტილება სავარაუდოდ ალბათ იქნება ამ თემასთან დაკავშირებით მიღებული, თუმცა მაინც ვსაუბრობ იმაზე, რომ სანამ მოხდება ზოგადად აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება, ალბათ სასურველი იქნება, რომ ნებისმიერ მოქალაქემ გამოიყენოთ კანონით გათვალისწინებული ეს წესი, ეს უფლება და შესაბამისად მიმართოს სამინისტროს იქნება თუ სააგენტოს და გამოითხოვოს ყველა მასალა, რომელიც ამასთან იქნება დაკავშირებული, იმიტომ რომ შესაძლებელი არის ოფიციალურ ვებგვერდზე დადებული განცხადება რაიმე თვალსაზრისით, რომელიმე პიროვნებისთვის ან ორგანიზაციისთვის სრულყოფილი არ იყოს, მაშინ როდესაც ოფიციალურად მიმართვის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ყველა საჯარო დაწესებულების ვალდებულება სრულფასოვნად მიეწოდოს ინფორმაცია. მადლობა, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე ბატონი ლევან ხარატიშვილი გვერდთვებოდა პირდაპირ ეთერში წარმატებებს გისურვებთ ბატონ ლევან და